13 ჟუაუ არაუჟო, 14 გიორგი ჯალაღონია, რომელიც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს საყრდენ ზონაში 29-ნობით. აბდულმალიკ ოლატუნჯი, 17 ბლანკსო ნანოვი, მათ წინ 9 მოჰამედ კანტე, 10 ოთარ ფარულიშვილი, გიორგი ელიკაშვილი, მეოთხე მსაჯი სანდრო ნონიკაშვილი. რაც შეეხება ვიდეო მსაჯებს, გოგა კიკაჩეიშვილი და ირაკლი კვირიკაშვილი ერთობლივად იმუშავებენ ვარის ოთახში. ყველაფერი მზადა ამ მატჩის დასაწყებად, გორელი ფეხბურთელები დაიწყებენ ღევანდელ შეხვედრას და რა თქმა უნდა იცდებიან, რომ ის ცუდი ფორმა, რაც აქვს გუნდს, დაასრულოს. შეცდომა შეყილაძე აქ შეიძლება რომ გაიხსნას ანგარიშში დარტყმა გარის მიმართულებით. პაპუნა ბერუაშვილი ჩაერთო აქ უკვე საქმეში, შანსი შოთა შეყილი. ჩიქოვანია მარცხენა ფრთაზე. უბილავა. ოსეი, მე ძალიან ხშირად ჩამოდის ხოლმე სიღრმეში, რათა შეტევა წამოიწყოს. კაპანაძის რბილი ჩაწოდება დარტყმა გარის მიმართულებით და ამჯერად დავით კერესელიძე ერთვება საქმეში. დაასროს სატურნირო ცხრილში. ოსეი. კაპანაძე. ჩაწოდება დარტყმაც ვიხილეთ და ძელი ჩაერთო საქმეში. კერესელიძეს აბსოლუტურად დაკარგული ჰქონდა აქ კარი. სანიანგი. კანტე, კლავსანიანგი. ანოფი. ძალიან შორიდან დაარტყა და უკვე დგომ. ძნამდელი გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს გაარტყა ბურთი. ჯალაღონია აღარ გამოვიდა ეს. ოლატუნჯი. თავისი გრძელი ფეხებით მოახერხა ბურთის შენარჩუნება, კანტე დარტყმა გარის მიმართულებით. ბერუაშვილმა გადაარჩინა რუსთავი. რადუცმელის პოზიციაზე. ანოფი. შეცვალა შეტევის მიმართულება. ჯალაღონია. ამ სუბაში საათზე მეტი გავიდა მატჩის დაწყებიდან დარტყმა გარის მიმართულებით. შოთა შეყილაძე ულამაზესი გოლი. იცის ამ ფეხბურთელმა როგორ გამოაცოცხლოს თამაში და იცის თუ როგორ სჭირდებოდა დღევანდელ შეხვედრაში გორის დილას დაწინაურება ანგარიში და ეს გააკეთა შოთა შეყილაძემ მთავარი დამწყმელი ძალა შეტევის ხაზში. შეყილა გოლი ჩვენს ჩემპიონატში. აუღებელთა კატეგორიაში უნდა გავიყვანოთ ეს დარტყმა. პაპუნა ბერუაშვილი უძლური იყო, კი მოახდინა რეაგირება, თუმცა უშედეგოდ. შოთა შეყილაძემ გორის დილა დააწინაურა. ზედ საჯარიმოს ყაზიდან ულამაზესი გოლი. და რა თქმა უნდა ეს გოლი ამ გოლს ეკნება პრეტენზია იმაზე რომ გახდეს ტურის საუკეთესო. ბრავო შოთა შეყილაძე. შვენიერი შედევრი რომელიც ვიხილეთ მატჩის 62 წუთზე. უახლოვდება რევანშს და უახლოვდება სამკულას გორის დილა. და გამოცოცხლეს ახლა რუსთავი. აგიამოსლა გორელთა შესრულებით. სანიანგი. კანტე აქვს ისრაბეში უპირატესობა. ოლივეირა მის პირისპირ. კანტე გაითავისუფლა კარგად თავი და არტყა და უკვე გორის დილა ორბურთიანი უპირატესობით ლიდერობს. მოჰამედ კანტე მაინც მოახერხა თავისი გოლის გატანა. პირველ ჯერზე ბერუაშვილმა აჯობა, ხოლო ახლა უბრალოდ ყუმბარისებური დარტყმით აიღო დილას კარი. უკაცრავად რუსთავის კარი. უძლური იყო პაპუნა ბერუაშვილი ამ შემთხვევაშიც. კარგი იყო კანტე ჯერ ოლივეირას დაბრუ დაახვია და შემდგომ ისე შეასრულა როგორც სჭირდებოდა ამ მომენტს. 5 წუთიან მონაკვეთში გორის დილა მოახერხა და ორჯერ გაუტანა რუსთავს. ცეცაძის გუნდი ურთულესი მისიის წინაშეა. ეს მომენტი გადამოწდება, მაგრამ მაინც მგონია რომ უკან იყო კანტე. არც სისტრაფეში ოლივეირა არ ჩამორჩა მეტოქეს, მაგრამ ერთმა ნაბიჯმა გადაწყვიტა აქ ყველა. ეს ეპიზოდი კარგად გაითავისუფლა. დილას ხრიანა თავი და ძლიერესი დარტყმით აიღო რუსთავის კარი. რუსთავს კი მოუწევს ნელ-ნელა ვაბანგზე ფიქრი. საფირმო დააღნიშნა მომეთ კანტენის გოლი. ასეც ხდება დარტყმა გარის მიმართულებით. გადარჩა. რუსთავი გადარჩა. ორიგი ჩაწოდება. არეულობა დარტყმა და ანგარიში ხდება. 3-0 დიდი ქაოსი გაუგებრობა იყო დილას საჯარიმო მოედანში. რამდენიმე მოთამაშე აღნიშნავს გოლერთა მხარე საინტერესო ვის ჩაეწერება ეს გოლი.
ამას განმეორებით ვნახავთ, გვექნება ამის საშუალება არაერთი კადრით. ყველაზე ცუდი ტაიმი რუსთავისა, რაც გვინახავს ამ სეზონში. აბა ვნახოთ, კარგად გავარჩიოთ რა ხდება. ანოფის ძალიან რბილი ჩაწოდება. ჟოაო არაუჯო შეეხო პირველად ბურთს, მაგრამ შემდგომ რა მოხდა, ეს არის საინტერესო. მე მგონი აქ ავტოგოლი იქნება წასიდა რიგით. თუ სწორად დავინახე. მე მგონი ოლივეირას შეეხო ბურთი ბოლოს. ამას ახლა გარდამტეხი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან კი, დავიდ ოლივეირას ჩაეწერება ავტოგოლად. ეს კმედება. 3-0 და გოლის დილა ძალიან მიუახლოვდა სამფულას. როგორც ჩანს, რუსთავი მოედანს დატოვებს დღეს უგოლოდ. არა, ამ კონტრიერში აღარაცდის გურამ მაჩიტიძე გოლის დილას, მაგრამ თავარი მიზანი შესრულებულია, დილა მოახერხა და 3-0 დაამარცხა ჩვენი ჩემპიონატის ლიდერი საფეხბურთო კლუბი რუსთავი და ზედიზედ მეორე გამარჯვება გორული კლუბის აქტივში. პაუზა